25%-იანი მატება წავიდა. ხა გეჩქარებათ, მაგრამ რაგი მოწეული იყავით ბიუროზე, თქვენ ხო არ ახართ ბიუროს წევრი? მე რა არ აქვს მნიშვნელობა ამას. ყველა საკრებულოს შეუძლია თავის ხო და რატო გეზარებათ ლაბორაკი? არ მეზარება ვინ გითხრას? არა, ეხა ანიშნეთ, რომ წასვლა მინდა. არაფერი ბატონო. არაფერი არ მითქვია. ამიტომ ცოტა ხანი გაჩერდით. რაგი მოგიწვიეს ბიუროზე, ხო? ჯერ რატო მოგიწვიეს მაინტერესებს? ბიუროზე მოწვევა არ ხდება, ბიუროზე მოწვევა ხდება ხოლმე, შეუძლია თავისუფალი დასწრებით ყველა საკრებულოს წევრი ხო და რატო მოხდით ბიუროზე? ნუ საერთოდ მე ბიუროს თომაზე მოვდივარ ხოლმე, იმიტომ მაინტერესებს. ყველა ბიუროს თომაზე. ყველაზე არა, მაგრამ ძალიან ბევრზე. ხო და რატო მოხდით ბიუროზე? საინტერესო თემა იყო ჩემთვის. ხო, ანუ ჩვენც გვაინტერესებს რაზე იყო. ძალიან და გისმენთ შემიძლია პასუხი. ამიტომ გელაპარაკებთ. ძალიან ბატონო. ხო. არლენ ადირაძე არის საკრებულოს წევრი. მას უფლება აქვს დაესწროს, მაგრამ ხმის იმითი კენჭისყრაში არიდობს მონაწილეობას. უბრალოდ მოსმენა შეუძლია თავის წინადადება წამოაყენოს. ესე აქვს ყველა დეპუტატს უფლება რომ დაესწროს და მოისმინოს ასაკითხებზია. მამაღლა საუბარი შემგვესმოდა ჩვენ ტელეფონში ან მისაღებში. რატომ რა იწევდა მის ეს იწევდა რომ არლენმა რაღაც თქვა არ დაეთანხმდნენ და ამიტომ იყო რომ ესეთი ის მაგრამ მე ალბათ თქვენ უკვე ამ დროს შემოხვდით მე აღარ მახსოვს დავაყენე მე კენჭისყრას და ნახეთ რომ ერთხმად მიიღეს ყველა გადაწყვეტა ანუ უცბად შეწყდა ეს დავა და ვინ ეწევა ნაამბდეგობოდა მარლენ ადირაძეს ყველა ვინ არის მომხდარი ესეთი პროცენტი არის პროცენტი არის ყველა სერტერა თუ Tinavik. Maybe also we are. It's I don't know. I must have. Good. Come to read it. Что რასახით წარმოადგენდა გამგეობა ხელფასების მატება არ დაეჭირა მხარი და ესეთი ის წავიდა ინიციატივა რომ მოხდეს მატება თუ მოხდება მატება და ყველას ერთნაირად გამირჩევათ რომ არ უნდა იყოს იქ გამონაკლისი ზოგს 30 ზოგს 35 ზოგს 40 თუ მოხდება მატება ამის საშუალებას ბიუჯეტი იძლევა ყველას ერთნაირად მოემატოს და მოემატოს 25%. ფიქრობდი ჩემი აზრი იყო რომ ერთნაირი მიდგომით არა ყველას ერთნაირად არა ზოგს ცოტა ნაკლები ზოგს ცოტა მეტი და საშუალო გამოსული იყო თითქმის იგივე რა. უბრალოდ ჩემი აზრი და ჩემი კოლეგების აზრი განსხვავდებოდა. სავარაუდოდ რა პროცენტით ზე იქნება? არა, ეგ ლაპარაკია 25-30%-ზე მეტი არა. ყველასთვის. კი, და აქ თან ლაპარაკია თუ ჯერჯერობით პროექტზე ლაპარაკი. საკრებულო უნდა იმიჯეროს და ნახოთ რა იქნება. და აქ ლაპარაკი იმაზე რომ პრემიერების წესზე ჩვენ უარს ვამბობთ ერთ-ერთი შეიძლება ერთი პრემიის ანუ მე-13 ხელფასის საშუალება დავუტოვოთ ხელმძღვანელ პირებს ჯერჯერობით ესეც პროექტია ვარაუდია მე მგონია რომ მე როგორც საკრებულოს წევრი სწორი მიდგომაა რომ დანამატები და პრემიებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ადგილობრივმა ხელისუფლება ისე როგორც გამგეობა ისე საკრებულო ჯობია იმის გაცილებით ნაკლები მე-13 თანხა ან მე-4 თანხა უბრალოდ დაკორექტდეს ხელფასები. თქვენ როგორ ფიქრობთ თუ ეს გადანაწილდა ხელფასებში საპრემიო ფონდიც? ჩვენ არ ვწდებით იმ კანონს არ ვარღვევთ იმ 25%-ს არ ვწდებით და გაცილებით ნაკლები ხარჯი იქნება ბიუჯეტთან მიმართებაში ვიდრე იყოს სხვა წლებში. მაგრამ ფაქტობრივად არ ჯობია რომ 500 ლარიას 800 იქონდეს 900 იქონდეს ხელფასი იქონდეს ვიდრე წელიწადში 7 პრემია მივწევთ 1500 ლარია. ინასწრომაზე თქვით რომ პრემიები არ გვინდა ეს ყველაფერი გადანაწილდეს მაგრამ შეუძლია ანუ საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მე საკრებულომ არც განსაზღვროს თავიდანვე თეორიულად მოსპოს ამის საშუალება რომ 7-ჯერ კი არა არც 5-ჯერ და არც 4-ჯერ არ გაიცეს ამას კანონი არ ვალდებულებს. პირიქით ჩვენ პრინციპია მიდგომა ესეთი თქვენ საკრებულოსი რომ და იმედია რომ გამგეობაც გვეთახმებოდა ამ საკითხებში რომ საპრემიო ფონდი არ ყოფილიყო დიდი. ანუ იმის ლავირების საშუალება არ ქონოდა მე თუნდაც გამგებელს რომ 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 6-ჯერ პრემია გაეცა. დაუშვათ არის პიროვნება რომელიც საჭიროებს ხალისდება ბატონო იმის საშუალება არის. და თუ ყველაფერი ხელფასებში წავიდა როგორ წავა? არ წავა ბატონო ყველაფერი ხელფასებში. და ერთი წუთი გადავიდა. იმაზე რა ვშა? ანუ იმის ჩვენი სკოლა გავიტანე, ეს მოაღებას. ჯერ მინდა რომ გამგეობა ვიღაოცი დასწრა. მე გავიტან იმითი უკან რომელიც არ დააბრუნებს ადამიანს. თუ არ აუარესებს.